მოგესალმებით. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. დღის სიახლეებს გიორგი დოლიძე გაგაცნობთ. ბოლო ერთი კვირა უცხოური ვალუტა შესამჩნევლად გაყაჭდა, რამაც სამომხმარებლო ბაზარზე სერიოზული პანიკა გამოიწვია. თია იოსელიანი მოგითხრობთ. 4 წლიანი რელიეფური გრადაციის შემდეგ ლარმა გაუფასურების რეკორდი არჩევნების შემდეგ მოხსნა და დევალვაცია შესაშურეს სწრაფი ტემპით განაგრძნო. და თუ აქამდე ძალას იკრებდა და მედრად უმკლავდებოდა მოღონიერებულ ამერიკულ ვალუტას, ბოლო 3 დღეა ერთბაშად მოეშვა. მკვეთრი სავალუტო ამპლიტუდა საბოლოო მაჩვენებლით 1.85 ნიშნულზე შენარჩუნდა. 1.8 ნიშნულით ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მანამდე 2006 წლის ივნისში დაფიქსირდა. საბოლოო დაწვრთნისთვის იანვრის შემდეგ ლარი დოლართან მიმართებაში 6.7%-ით გაუფასურდა, რამაც უკვე დათესა საკმაო პანიკა სამომხმარებლო ბაზარზე, რადგან კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ეს ყველაფერი განსაკუთრებულ მწვავედ საქართველოს მოსახლეობაზე აისახება, ვინაიდან ქვეყანა იმპორტზეა დამოკიდებული. ექსპერტების განცხადებით, ყოველი 5 დოლარიდან 4 დოლარი იმპორტზე მოდის. შესაბამისად, ზრდება აუცილებელი სამომხმარებლო პროდუქტი, რაც სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას მძიმედ აწვება. რაიონის პირობებში კი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ლამის სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების მკვეთრი და სწრაფი ზრდა გაურკვევლობის კი არა, აღშფოთების მთავარი მიზეზი ხდება. როგორც აღმოჩნდა, განსაკუთრებულად ფასები პირველადი მოხმარების პროდუქტებზეა მომატებული, რასაც ყველაზე აქტიურად ეტანება მყიდველი. ზეთი, შაქარი, ტომატი, სარეცხის საშუალებები. ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაზეც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში მიახლოებით 20-25%-ით მოიმატა ფასებმა. ბოლო 3 დღე ახლა საქონელს ვერ ვიღებთ, დისტრიბუტორებს არ შემოვაქვს ფასების გაძვირებასთან დაკავშირებით. გაძვირდა საქონელი ტომატზე, ზეთზე, პარაშოკზე. რავი, საკვებიც მოხმარების იქნება თუ საყოფა ცხოვრება მისიგენი ყველაფერი გაძვირდა გუშონზე. რა გითხრა, ყველაფერი. დოლარის მატებასთან დაკავშირებით 2 დღეა შეწყვეტილია შაქრის შემოდანა. და ვარაუდობენ, რომ ფასები მოიმატებსო. როგორც შაქარზე, ასევე სხვა რაღაცებზე და ასე რომ როგორ არის? ეს მდგომარეობით ჯერ ლარი და 80-ია, მაგრამ ფიზიკურად არ გვაქვს შეხარი. ვერ ვიტყვით, რომ ეს მხოლოდ მყიდველის მდგომარეობას ამძიმებს. ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფებიან რეალიზატორებიც, რომლებიც ლარის გამყარებას ისევე იმედიანი თვალებით შეცქერიან, როგორც მომხმარებლები. მყიდველისგან დაცარიელებული ბაზრები და მაღაზიები ერთნაირად შემაწუხებელია ორივე მხარისთვის. ერთი საწუხებს, რომ საჭიროების საგნებზე უარის თქმა უფლობის გამო უწევს, მეორეს კი, რომ თავისი შემოტანილი პროდუქციის გასაღებას ვეღარ ახერხებს. ხილი არის ჩვეულებრივად 2.5-2.20, ახლა გაჩნია თვითონ გამყიდველი, რაფერს გაკიდეს ახლა იმის აი არის პუჩებადი და ბოსნეული არის გაძვირებული. მაგალითად პომიდორი არის 2.5, არის 3 ლარი, ამის წინათ იყო რომ არ შეიძლებოდა გაკიდვა და კიტრი არის ძალიან გაძვირებული. ლაგოდეხიდან მოდის ლარათად გვაძლევებენ, რომ არ შეიძლება რომ კლიენტს მე ვემსახუროთ, ლარათ რომ გავკიდო და 80 ტეტრად. ხალხი ძალიან ძვირობა არის, ბაზარში შემოსვლა გვეშინია ხალხს. ყველაფერი ძვირია. უმუშევრები ვართ, ხალხი მუშაობა რა ხელფასი არა და ბაზარში შემოვდივართ ძვირი და მივდივართ ხელცარიელი. რაც ყველაზე მთავარია, გაცილებით საგანგაშო მდგომარეობა შეიქმნა აუცილებელი მოხმარების საგნებზე. მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა მედიკამენტების ფასებზე. გაძვირდა თითქმის ყველა დასახელების სამედიცინო პრეპარატი. ფარმაცევტებმა წესიძვირე სწორედ ლარის გაუფასურებით ახსნეს. ბოლო ერთი კვირა ცოტა დიდი ხანიაც უფრო რომ საგრძნობლად მოიმატა ნებისმიერმა მედიკამენტმა, განსაკუთრებით ქართველმა წარმოებულმა. თუ გინდა ავერსის, ჯიპისის, რავი, ბევრმა მედიკამენტმა მოიმატა საგრძნობლად ფასი და რა თქმა უნდა მომხმარებას უჭერს შეძენა. ეს რავი, აფთიაქ საგრძნობლად აემჩნევა ეს. დოლარმა მეიმატაო და ფასმაც მეიმატაო. წამალზე მეიმატა ფასმან. 124 ლარს ღებულობ მე და იმას პენსიაში ამყოფი, წამალებში ამყოფნის. ამ ეტაპზე საშუალია პურზე და ნავთობპროდუქტებზე ფასების დამაგრება, თუმცა წინასწარი ინფორმაცია მაინც და მაინც საიმედო არ არის. დღეების წინ მენავთობეები აღნიშნავდნენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება საწყევს არ გააძვირებდა, უბრალოდ ბენზინისა და დიზელის გაიაფება შეჭირდებოდა. დღეს კი ნავთობიზნესის დაკავებულები ნაკლებად საიმედო ინფორმაციით შემოიფარგლებიან და არსებული მარაგის ამოწურვის შემდეგ ახალი პარტიის შემოტანასთან